პატივისცემით უდგები ზედ გადავყევი ჭაბაშვის ნასკიდან დაწყებული ფეხებამდე სულ ვაცმევ, ვაწკრიალებ, ვაჭმევ, ვასმევ, არაფერი აკლია, აგე მოვიდა რომ საუჩავთ. დე ნახე ბიჭო. აქა ვარ, აქა გენაცვალე, აქა ვარ. არ არის ეს? კარგად. ჯიგრულად მაგარი ცოლი მყავდა ვენაცვალე გულში. და რანიშნულობაა გადაყოლებები და გადმოყოლები. დანიშნულობა აქვს. ამას მეუბნებიან, რომ ისა რა ქვია, როგორ ული უჩასო. კარგად, როგორ ამბია, რომ ნეტარო კარგა მიული და შენ არის ხალხი ვინც ხელაკერამ და გამააგდებს იმის. არა, ვარ შენი ისა მესამე ცოლი და როგორი ცოლი ვარ, ყოლია ეგეთი ჩემნაირი ცოლი? არა. ამას ვეუბნები. ერთი ყავდა მეთქი, რომ დედის ენაზე დაშორდა მეთქი და ბავშვი ყავს იმისგან. მეორე ქმრისგან არ გამოყვა? ქმრიდან რო ადგა. რომელი ქალია როგორ უნდა დაასახელო ის ქალი ნორმალურად მე ხლა ავდგე უჩასგან და სხვას გავუყვე ცოლად ეს ქალობა არის? რომ ეხვეწებოდა შენთან დავჩები თუ მე ბავშვს ცემდა გადიოდა უჩარო გადიოდა ძმაკაცებში ჩამოუდგებოდა თურმე და როგორი ცხოვრობდა ეგეთ ადამიანთან მითხარით აბა დადიოდა თავისი დაწანწალებდა სახში არაფერ აკეთებდა ხან აკეთებდა ხან არაო ამას მაინც ხელია მე ბოლოს უკვე ყელში ამოიყვანა და გააგდო თვითონ წავიდა თუ შენ გააგდე თვითონ წავიდაო თვითონო ეკითხება იმიტომ რომ უჩას რო წარსული რო გაინტერესებთ მას შექმნა ოჯახი ახლა ისეთ ადამიანთან რომ ის მეუღლე გადაყვება ზედა და არასდროს მე უჩას არ დავამცირებინებ არავის უფლებას არ მივცემ რომ ჩემი ქმარი ვინმე დაამციროს ან ზედმეტი აკადრული უჩა მიყვარს ძალიან უჩას ოჯახი კიდე